Elite Electronics TBC Banks ქონების უკანონოდ მითვისებას შეადანაშაულებს კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ ბანკმა Elite Electronics-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მითვისების უფლება უსაფუძვლოდ მოიპოვა. შემდეგ კი კომპანია გადახდის უუნაროდ გამოაცხადა. მენეჯმენტის მიერ შემოსავლების არასწორად ხარჯვის მოტივი TBC ბანკმა 23 თებერვალს Elite Electronics-ის დირექტორი და მმართველი გუნდით გადააყედა. ქოქოლაძე ეჭვებს, რომ ბანკი ახლა აქციების გასხვისების მიზნით კომპანიის გაკოტრების რეჟიმში გადაყვანას დააპირებს. Elite Electronics-ის კრედიტორი ბანკების წარმომადგენელი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ანზორ ქოქოლაძე არაკვალიფიცირებული კადრია, რის გამოც მისი გათავისუფლება და ახალი მენეჯმენტის დანიშვნა მოხდა. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ TBC ბანკი შეეცდება კომპანიის გაკოტრების გზით აქტივები გადაიტანოს სხვა კომპანიაზე, ან კიდევ სხვა ინვესტორი ჩაანაცვლოს, რათა დაიფაროს ის კვალი თუ რა გზით მოხდა კომპანიის მითვისება. ამიტომ თქვენი საშუალებით მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ინვესტორებს, პოტენციურ ინვესტორებს. ნუ გააკეთებთ ინვესტიციებს და ნუ შეიძენთ Elite Electronics-ის აქციებს, რადგან ის არის უკანონოდ მითვისებული. ბანკებმა აუცილებლად ჩათვალეს ანზორ ქოქოლაძის შეცვლა მაღალკვალიფიციური მენეჯერების ახალი გუნდით, რათა შესაძლებელი გახდეს რეაბილიტაციის გეგმის წარმატებით შესრულება და კომპანიის სამომავლო განვითარება. ყველა არსებული თანამშრომელი, ვინც გამოთქვა კომპანიაში მუშაობის გაგრძელების სურვილი, ახალი მენეჯმენტისაგან იღებს მხარდაჭერას და სტაბილური სამუშაო ადგილის გარანტიას.